გაწოდება საჯარიმოში დარტყმა და უნდა მეთქვა გოლი, მაგრამ დორასო კლასმა გააფუჭა ძალიან ხელსაყრელი და რეალური მომენტი. იური ტაბატაძე აქ მარცხენა ფლანგზე ჩაწოდება, გადმოვარდნილ ბურთზე მამაგეიშვილი დაარტყავს, დაარტყა და არა ზუსტად. მუჯირი შემოტრიალდა და დაარტყა და ძელს ხვდება ბურთი. აი სამგურალის მხრიდანაც რეალური საგოლე მომენტი ნახეთ, კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში დავით მუჯირმა, ზურგით მდგარმა კარისკენ მიიღო ბურთი, სწრაფად შემოტრიალდა ამ ეპიზოდში, აი ძალიან კარგად ჩანს. შორიდან დარტყმა მეგრელიშვილი ჩაერთო საქმეში. ოჯახ აი სამგურალის ფეხბურთელებმა ტაიმის ბოლოს რამდენიმე ისეთი მწვავე შეტევა განახორციელეს. კარგი შეტევა, ხორხელი ძალიან კარგად დატრიალდა, მშვენივრად გაიარა და პენალტი ინიშნება ხელით თამაშის გამო, ხელზე მოხდა. ყოჩა ხორხელი ამ ეპიზოდში უნდა შევაქოთ ალბათ ნიკა ხორხელი, რომელმაც ძალიან კარგად გაიარა ეს მონაკვეთი მოედნის, აი ნახავთ ალბათ ამ ეპიზოდს განმეორებით, თანაგუნდელებიც ულოცავენ. გამორბენი დარტყმა და ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი იური ტაბატაძემ და სეზონში მესამე პენალტი გაიტანა, ყველაზე მეტი სწორედ მას აქვს. გატანილი და ყოჩახი იური ტაბატაძე დამატებაზე სწორედ ხორხელი იყო კიდევ ერთხელ ბურთთან და ზუსტად ვერ დაარტყა. მაღალი ჩაწოდება, აქ ვის დარჩება ბურთი, დარჩათ სამგურალის ფეხბურთელებს, შემდეგ რა იქნება, დაგორებული ბურთი უკან, კარგი დარტყმა და გათანაბდა ანგარიში. შერგელაშვილი გატანილი გოლის ავტორი, საჯარიმოსთან გადმოვარდნილი ბურთს ზუსტად დაუხვედრა ფეხი ლაშა შერგელაშვილმა და 62 წუთზე ანგარიში ხდება 1-1 და ამასობაში ცვლილებაც ხორციელდება დავით მუჯირის ნაცვლად გიორგი ფანცულა, აი ესეთი ტრადიციული ცვლილება. იბერიამ ალბათ ცოტა დათმო მაინც უპირატესობა, ეს იყო მიზეზი აი ამ ყველაფრის, რომ რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს სტუმრებმა და გამოიყენეს კიდევაც. აქ რა ხდება, იყო შეჯახება ფეხბურთელსა და მეკარეს შორის, ისევ ხორხელი და ყალიჩავა განმეორებით უნდა ვნახოთ. აი ამ ბურთის მიწოდებელს ბავშვს რო უთხრან, რომ გამოიწიონ და არ შეიძლება, ეგ კარგი იქნება, მივიდნენ ისეთი ძალიან ავტორიტეტულად საჭთან დადგნენ. აი ეს არის სიახლე, ამიტომ მქონდა მე პაუზა აღებული და ეს არის კიდევ ერთი სატესტო რეჟიმში, როდესაც მთავარი მსაჯი გადამოწმების შემდეგ თავის გადაწყვეტილებას აცნობს ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს და აი პირველად იყო ჩვენს სხვადასხვა ჩემპიონატებში არის ეს რა თქმა უნდა დანერგილი, არ არის ეს რაღაცა ნოვაცია და პირველი შემთხვევა. ტაბატაძე გამორბენი და აუღო ყალიჩავამ. აუღო ეს პენალტი ყალიჩავამ და ყოჩახ ამ ეპიზოდში არ ვიცი ხა ეს გრძელდება ყალიჩავა ტაბატაძის შოუ, ასე ვთქვა. შევიდა საჯარიმოში ფანცულაია, კარგი დარტყმა და მეგრელიშვილი თამაშობს, შვენიერი ესეთი შეტევა გამოუვიდა სამგურალს. მაღალი ჩაწოდება, დარტყმა და ანგარიში ხდება 2-1 კუთხურიდან მოწოდებული ბურთი და სხირტლაძე გატანილი გოლის ავტორი. პირველი გოლი იბერიას მაისურით დავით სხირტლაძე. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში, უნდა ნახოთ განმეორებით და ეს არის მაღალი კლასი. მე ყოველთვის ვიძახი ამ ფეხბურთელზე, ძალიან კარგი ფეხბურთელია, უკვე საკმაოდ გამოცდილი 32 წლის. ჩაწოდება საჯარიმოში მცველები გადმოვარდნილ ბურთზე კიდევ ერთი და აქ უკვე მეკარე თამაშობს ძალიან კარგად, ძალიან ჭკვიანურად ითამაშა ჩიხლაძე, მაგ ბურთის გაჩერება არც სადა პირდაპირ დაარტყა კარის მიმართულებით, პირდაპირ დაუხვედრა ბურთს ფეხით.